გამარჯობა, ეს რეგანცია გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სარკასტულად ბრძანა, სად მიექანები საქართველო. ჩემი მხრიდან ვუპასუხებდი, ჰერ პიტერ, შენ არავინ გეკითხება თუ სად მივექანებით და საიდაც არ უნდა მივექანებოდეთ, იქ სადაც გერმანია 100 წლის წინ მიქანდა, არასოდეს მივქანდებით. დიახ, მეგობრებო, რასაც გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კადრულობს, ეს ნონსენსია. ის კადრულობს და ჩვენ კი ვუტარებთ. ჩვენი ხელისუფლების გამკვირვებია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ წესითა და რიგით უნდა დაიბაროს გერმანიის ელჩი ფიშერი და კორექტული და დიპლომატიური ენით აუხსნას, რომ ის აჭარბებს თავის სამსახურეობრივ მოვალეობებს და ცხვირს იქ ყოფს, სადაც მის ცხვირს არაფერი ესაქმება. მე ასე წარმომიდგენია, თუ კი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმ ქვეყანას, სადაც ის ელჩადაა გამწესებული, აყენებს შეურაცხყოფას, დიპლომატიურად უნდა იქნას დატუქსული. მე დიპლომატიაში ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, დიპლომატიური ენა არის თავაზიანობის, კულტურისა და ურთიერთგაგების ენა. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც შენ ელჩი ქვია, შენი ქვეყნის სახეს წარმოადგენ და უცხო ქვეყანაში კი სტუმრის პოზიციაზე ხარ. მეგობრებო, რამდენჯერ მილაპარაკე ამ თემაზე, ალბათ ბევრჯერ, მაგრამ არაფერი იცვლება. არა, მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჩემმა ნალაპარაკებმა აქეთ გორასა წიხლი უნდა კრას და იქით გორასა პანჩური. ანუ ვინმე მაღალი ეშელონებიდან ყური დამიგდოს და ჩემს დაკრულზე იცეკოს, კარგი გაგებით რასაკვირველი. ასე არ უნდა იყოს და არც იქნება, მაგრამ ჩვენდამი ასეთ დამამცირებელ დამოკიდებულებებს მხოლოდ მე ხო არ ვხედავ. ყველა საელჩოს მუშაობის ფუნქცია ალფადან ომეგამდეა გაწერილი. მე ის ფუნქციები არ მაქვს აკითხული, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ შეუძლებელია საელჩოს ფუნქციებში მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების ასეთი უსაფუძვლო კრიტიკა, რომ იყოს დაკანონებული. დარწმუნებული ვარ, რომ საფუძვლიანი კრიტიკაც დაუშვებელია. არა ეს საელჩოს უფლებამოსილება, რომ ხმამაღლად და უაპელაციოდ განსაჯოს მთავრობის მუშაობა. ჯერ ის ვერ მომინელებია ოქტომბრის არჩევნების წინ დასავლელი ვაი დიპლომატები რომ იყვნენ ჩამობრძანებული. სიტყვა ჩამობრძანებულის ნაცვლად გაცილებით უფრო მწარე სიტყვის თქმა მინდოდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე დიპლომატიური აკადემია ჯერ არ დამიმთავრებია, მაინც შევიკავე თავი და ძალიან ფაქიზად ვთქვი ჩამობრძანებული. და როდესაც ის ბატონები და ქალბატონები იყვნენ აქ ჩამობრძანებულნი, ის ვერ მომინელებია. დიახ, ჩამობრძანდნენ და აეროპორტიდან პირდაპირ ქუჩის საპროტესტო აქციაზე რომ მიბრძანდნენ, რათა ის ბნელი ძალები გაემხნევებინათ, რომლებსაც აქ არეულობა და ბომბები უნდოდა. აი უკვე მაშინ უნდა გამოგვეცხადებინა საპროტესტო ნოტა მათ მიმართ, მაგრამ ჩვენ ვაჟა-ფშაველას თხზულებებზე გაზრდილნი ისევ და ისევ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვართ. სულ მაინტერესებს ჩვენს მმართველ ძალას მოთმინების ფიალა როდის აევსება. დროა რომ უკვე აევსოს, გადაევსოს კიდეც და სათანადო პასუხიც რომ გასცეს ყველას, ვინც წითელ ხაზებს უბოდიშოდ კვეთს. დიახ, იმიტომ უნდა გასცენ პასუხი, რომ ეს დასავლელები არ ჩერდებიან და განაგრძობენ ჩვენდამი ცინიკურ დამოკიდებულებას. მართლა შეურაცხყოფილი ვარ, მეგობრებო, და ალბათ თქვენც იგივეს გრძნობთ. ერთხელ გაუტარეთ, მეორედ, მეხუთედ, მეათედ, მაგრამ უშედეგოდ და რატომ არ ჩერდებიან? სწორედ იმიტომ, რომ ვუტარებთ. აბა ერთი თითი დაგვექნია მათთვის. ალბათ ცოტა სხვანაირად დაიწყებდნენ მოქმედებასა და ლაპარაკს. ერთი თვის წინ ეს ელჩი ფიშერი ბათუმში ბრძანდებოდა. რატომ იყო იქ? მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესი უნდა დასწრებოდა და რატომ უნდა დასწრებოდა გერმანიის ელჩი სასამართლო პროცესი? იმიტომ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე მოეხდინა ზეგავლენა.
ალბათ იფიქრა მოსამართლე ამ ხელა ქვეყნის ამ სიგრძე ელჩს დარბაზში რომ იხილავდა, დაიბნეოდა, შეშინდებოდა და სულ ფიშერის ჭკუაზე დაიწყებდა განაჩენის გამოტანას. სხვათა შორის, როგორც ვიცი, ელჩის მხრიდან ასეთი ქმედება ვენის კონვენციის აშკარა დარღვევა იყო. და ერთ-ერთმა ჩვენმა მოქალაქემ თურმე შეაწუხა გერმანიის ელჩი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან უმალ შემოვიდა ჩვენ სამინისტროში ნოტა, სადაც ეწერა, რომ ეს თურმე სისხლის სამართლის დანაშაული იყო. და მათ თუ შეუძლიათ ნოტებზე დაკვრა, ჩვენ ასე რატომ არ ვიქცევით რა? ნოტები არ ვიცით თუ ბანისა და ვიოლინოს გასაღები გვერევა ერთმანეთში. თანაც ამგვარი ფაქტების მეტი რა გვაქვს? ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართავ, ძალიან გთხოვთ, ცოტა მყარად დადექით ჩვენი პოზიციების სადარაჯოზე, თორემ ნელ-ნელა არასრულყოფილების კომპლექსი გაგვივირთარდება და მათ კი პირიქით სრულყოფილების გრძნობა მოეძალათ, რადგან ყველაფერი გაზდით. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.